ტკივილი მუხში შეიძლება აქედან მოდიოდეს. და ამ ვიდეოში დაგეხმარები გაარკვიო, ეს თუ შენი შემთხვევაა და გაჩვენებ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც შეიძლება საბოლოოდ მოაგვარონ ეს პრობლემა. ფენომენალური. წვივის უკანა ნაწილის, ანუ კანჭის, გარე კუნთები მუხს უკნიდან ეხვევიან. და საოცარია რამდენი ფიზიოთერაპევტია, რომლებიც თითქოს ავიწყდებათ ეს კუნთი, როცა მუხლის პრობლემის მკურნალობას იწყებენ. წარმოიდგინე, თუ ამ კუნთებიდან ერთი მეორეზე მეტად იჭერს, ან ორივე დაჭიმულია. ეს აისახება შენს მუხლზე, ხელს შეუშლის მუხლს და გამოიწვევს ტკივილსა და ცვეთას. თითქოს ბორბალი არასწორად იყოს გასწორებული. ეს მართალია. ეს ვარჯიში გააუქმებს დაძაბულობის მთავარ წერტილებს კუნთში, გასტროქნემიუსის კუნთებში, კანჭის გარე კუნთებში. გირჩევ, ეს ვარჯიში ჯერ მხოლოდ მტკივან ფეხზე გააკეთო, რადგან შემდეგ შეძლებს შეადარო ერთი ფეხი მეორეს და ნახო რა შეიცვალა რეალურად. პირველი ნაბიჯი. მინდა რომ ფეხი დადო და სკამის გვერდით ესე გააცურო, აი ესე. მოდი ვნახო უკეთესად თუ გამოჩნდება შენთვის. აი, მზადა. აი ესე შეგიძლია მარტივად მიართვდე კუნთს ზედმეტი გადახრის და ზურბის ტკივილის გარეშე. მეორე ნაბიჯი. გამოიყენებ ცერის ბალიშს, ან რომელიმე სხვა თითის ბალიშს, რომ მოძებნო მთავარი ყველაზე დიდი დაძაბულობის წერტილი. დაიგებ, რომ იპოვე ეს წერტილი, რადგან ის მტკივნეულია, მაგარია, დაჭიმულია. თითქოს კვანძია ან ტკივილის შეგრძნება გაქვს. თუ შეძლებ, მხოლოდ თუ შეძლებ, მოძებნე ეს წერტილი აქ, კუნთის ამ გადასვლის ადგილას. ხედავ? აი როცა ძალას ხმარობ, როცა ფეხს მიწაზე ვაწვევი, ხედავ რომ კუნთი აქ ამოდის და ქვემოთ კი მყესის ნაწილი არის. მას იმ ადგილს შორის, რომელიც უფრო გამსხვილებულია, აი ძალას მოვახმარ, აი იმ ადგილს შორის, რომელიც უფრო გამსხვილებულია, ხედავ აქ. ხო, აი უფრო გამსხვილებულ და უფრო სწორ ნაწილს შორის, სწორედ ამ რეგიონში უნდა მოძებნო წერტილები. დოქტორ ალექსანდრე მოტა, მე ვერ პოულობ ამ რეგიონს ჩემთან. არ არის პრობლემა. გადადე ცერათითის ბალიშით და ეძებე მტკივნეული წერტილი. იპოვე პირველი ყველაზე მტკივნეული, მაგარი ან დაზიანებული, მგრძნობიარე, შეამცირე ცნევა და უბრალოდ დარჩი აქ, შეინარჩუნე იგივე ცნევა თავიდან ბოლომდე წუთნახევრის განმავლობაში. იგრძნობ როგორ მცირდება კუნთი, მცირდება ტკივილი, მოდუნდება, აღარ აჭერ. კარგი? გავიდა წუთნახევარი, უბრალოდ გადადი მეორე წერტილზე. ამას გააკეთებ ყველაზე მტკივნეულ სამ წერტილზე. ფრთხილად იყავი, თუ მაშინ როცა თითს აიღებ, კანი ჩაღრმავებული დარჩება, თითქოს ორმოა და ეს 30 წამზე მეტხანს გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ სითხის შეკავება გაქვს ან მუხზე შეშუპებაა. ცოტა ხანში ამაზე უფრო მეც გეტყვი. სამი წერტილი დაასრულე, ადგი გაამოძრავე ფეხები, ცოტა გაიარე, შეადარე ერთი ფეხი მეორეს, შეგრძნობ, რომ ის ფეხი, რომელზეც ივარჯიშე, ბევრად უფრო მსუბუქია. მუხლი უფრო თავისუფლად მოძრაობს და მუხში მეტი სიმყარეც იგრძნობ. ეს დაძაბულობა, რომელიც წვივის კუნთამდე აღწევს, ჩვეულებრივ იგივე დაძაბულობაა, რაც ფეხის უკანა ნაწილის ყველა კუნთიდან მოდის. რადგან ეს არის მიოფასციალური ჯაჭვი, ეს ერთგვარი, შეცდი, ეს არის ერთგვარი კუნთების ჯაჭვი. ხო, გესმის. ასე რომ ეს ვარჯიში ეხლა გაუმჯობესებს. გაუმჯობესებს უბრალოდ ყველა ამ კუნთს ფეხის უკანა ნაწილში ერთდროულად. შენ გააკეთებ ამას სწოლაში, მნიშვნელოვანია რომ ფეხსაცმელი გაიხადო, მე უნდა გამეხადა მანამდე. არ უიტყვე იმ ხუმრობას რომ კარგია ინტერნეტს უნი არ აქვს, შეგიძლია მშვიდად იყო. შენ დაწვევი ისე რომ ფეხები კედლისკენ გექნება მიბრუნებული ზურგზე, შეგიძლია ბალიში გამოიყენო აქ, რომ უფრო კომფორტულად იყო. ფეხი, რომელსაც გაწელავ, გამოძრავებ და დაასვენებ, უნდა გაშალო და ქუსლი კედელზე მიადო. მუხლი მაქსიმალურად გაშალე, რამდენადაც კომფორტულად შეგიძლია და ფეხი მაქსიმალურად მოადუნე. ამის შემდეგ, აქ რო იქნები, ფეხით ესეთ მოძრაობას გააკეთებ. ყურადღებით იყავი, ლავ. ჩანს? კი, ჩანს. ფეხი შენსკენ მოკაჩე და დააბრუნე. ფეხი შენსკენ მოკაჩე იქამდე სანამ სასიამოვნო გაწელვას იგრძნობ, ზედმეტი ძალის გარეშე, ტკივილის გარეშე და დააბრუნე. ამ მოძრაობას გაიმეორებ, შეინარჩუნებ რიტმს ან გააკეთებ 60-ჯერ 60 გამეორებას. ხოლო ვისაც დათვლის მოთმინება არ აქვს, ერთი წუთი მონიშნე და გააკეთე იმდენი გამეორება, რამდენიც საჭირო იქნება. დაასრულე 60 გამეორება ან ერთი წუთი, დაბრუნდი, ისევ დაჯექი, გაამოძრავე, გაიარე, შეადარე ერთი ფეხი მეორეს და მითხარი, რა შეიცვალა ამ დრომდე.
განათების ჯგუფი, გთხოვთ მობრძანდეთ გადაღების მოედანზე. განათების ჯგუფი, გთხოვთ მობრძანდეთ გადაღების მოედანზე. შორიდან. თავარი სირთულე ამ დაძაბულობის შემსუბუქებაში ის არის, რომ წვივის უკანა მხარეს 3 კუნთი. და უბრალოდ საშინელია, როცა ხედავ ამდენ ფიზიოთერაპევტს, ამდენ პროფესიონალს, რომლებიც ცდილობენ არასწორად გააკეთონ ეს გაწელვა, რაც უფრო ტკივილია ვიდრე გაწელვა, ვერ ახერხებენ, ხო? ჩვენი მუხლის მოვლა უნდა იყოს მარტივი, უნდა იყოს ადვი და იყოს ადვილი. ყველაზე გონიერი გზა, რაც მე ვიცი ამის გასაკეთებლად, არის ის, რომ მოვაგვაროთ ის, რაც ხელს უშლის ჩვენს მუხლს. ეს შეგიმსუბუქებს ტკივილს. ეს მუხლს უფრო თავისუფალს გახდის, უფრო მსუბუქს. ეს დააჩქარებს იმ ქურნალობას, რომელსაც უკვე ატარებ. რო დაგეხმარო ამ პროცესში, მაქვს ორკვირიანი სავარჯიშო პროგრამა, რომელიც შეგიძლია სახლში გააკეთო. ყოველ დღე არის 3 სხვადასხვა ვარჯიში, რომ მუხლი დააბალანსო, თელი ფეხი სწორად დაალაგო და გააძლიერო. და როგორც ყოველთვის, პროგრამა ტეადორნო ჟოელიოს მული აღწერაშია, როგორც მათთვის, ვისაც მეტი ინფორმაციის მიღება სურს, გაიგოს როგორ მუშაობს, დასვას კითხვები, ასევე მათთვის, ვისაც პროგრამის დაწყება ან 7 დღიანი ტესტის დაწყება უნდა. მაგრამ წავიდეთ. ეს გაწელვა, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, არის გაწელვა, რომელიც კუნთების ნაწილებს მოიცავს. დაიცავი სწორი თანმიმდევრობა. დაიწყე გაწელვა შიგნიდან გარეთ. პირველი ნაბიჯი ისა, რომ გააკეთებ რულონს. ნახე, რულონს იატაკის სტილოთი. კარგი? რადგან იატაკზე უნდა დადო, იატაკის სტილო უნდა იყოს, ხო ასეა? ხო. დაადე ფეხის წვერი ამ რულონზე, ქუსლი დატოვე იატაკზე და აქ უბრალოდ მუხლს წაიღებ წინ. შეგიძლია კედელზე დაიხრნო. კარგი? ხედავ კარგად? კი. კარგია. წაიღე მუხლი წინ, ქუსლი დატოვე იატაკზე, სანამ არ იგზნობ ღრმა გაწელვას ცვივის უკანა კუნთში. შეინარჩუნე ეს გაწელვა რამდენიმე წამით, 10-30 წამით. თუ შეძლებ, დაიწყე თითების მოძრაობა. აი ასე. აწიე თითები, ჩამოსწიე თითები, აწიე თითები, ჩაწიე თითები, ჩამოსწიე თითები. გააგრძელე ეს 1 წუთის განმავლობაში. ვისაც თითების მოძრაობა არ შეუძლია, არ არის პრობლემა, დარჩი უბრალოდ ამ პოზიციაში და შეინარჩუნე გაწელვა 1 წუთით. ამის შემდეგ გარეთა კუნთებს გავწელავთ. აქედან უბრალოდ გადადგი ნაბიჯი წინ და გაწელე მუხლი. იგრძნობ, რომ გაწელვა ძლიერდება, ის იწელება და აღწევს მუხლამდე. კიდევ ერთხელ 30 წამი უძრავად და 30 წამი თითების მოძრაობით. ვისაც არ შეუძლია 1 წუთი უძრავად, ამ სასიამოვნო გაწელვის შენარჩუნებით. და თუ მუხლი უფრო მსუბუქი, უფრო თავისუფალი ან მტკიცე გახდა, ვარჯიშების შემდეგ ეს სერია გააკეთე დღეში ერთხელ ან ორჯერ. დაინახავ, რომ ყოველდღიურად ეს კუნთი უფრო მეტად მოდუნდება და ნაკლებად წარმოიქმნება დაძაბულობის წერტილები. გახსოვს, რომ გითხარი სითხის შეკავებაზე შეშუპებულ მუხლზე. ამ ვიდეოში გაჩვენებ ვარჯიშებს მუხლისა და ფეხის შეშუპების მოსახსნელად. თუ დღეს დაგეხმარე, არ დაგავიწყდეს. ეს ვიდეო გაუზიარო ვინმეს, ვისაც მუხლში ტკივილი აქვს ან მუხლთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. მხოლოდ ამას გთხოვ, მიაწვდინე ეს ვიდეო მათ, ვისაც სჭირდება. მე აქ გავჩერდები. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.